51 წლის როზეტა ოზიევა საქართველოში 1999 წელს ოჯახთან ერთად ჩეჩნეთიდან ჩამოვიდა და უკვე 16 წელია პანკისის ხეობაში ცხოვრობს. ამის მიუხედავად საქართველოს მოქალაქეობას დღემდე ვერ იღებს. Мы уже 16 лет живем здесь. უკვე 16 წელია აქ ცხოვრობს და გვინდა რომ მივიღოთ ორმაგი მოქალაქეობა. საბუთები ორჯერ ჩავაბარეთ ჩემმა გოგომ სამჯერ, მაგრამ უარი მივიღეთ. სასწავლებელშიც ეუბნებია რომ თქვენ უნდა გადაიხადოთ თანხა, იმიტომ რომ არ ხართ მოქალაქე. ბავშვებსაც არ აქვთ დოკუმენტები. Детей нет документов. საქართველოს მოქალაქე მინდა რომ გავხდი. რამდენიმე წელია საქართველოს მოქალაქეობას ითხოვს 21 წლის ვისხან ხანგოევი. რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის მიუხედავად, მას ქართულმა მხარემ მოქალაქეობა არ მისცა. ორჯერ ორმაგზე ჩავაბარე რუსეთის მოქალაქეობაზე უარი უთხარი და ეგრეთ ჩავაბარე მესამეჯერ. მაგრამ მაინც არ მომდის. და შემდეგ ისევ აღედგინეთ რუსეთის მოქალაქეობა თუ ეხლა? კი, რუსეთის მოქალაქეობა აღდგინე და ახლა პასპორტი მაქვს რუსეთის. არ შემიძლია პრავა ავიღო არც ჩემი ბიძა ჩემი ანდეიდა ჩემი ფულს რომ იგზავნის, ძმა კაცი უნდა წავიყვანო, მაგის პირადობით უნდა ავიღო. ახლა ჩემი შველები არ შემიძლია ჩემ გვარზე იყოს, დედის გვარზე არიან. რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის მიუხედავად უარყოფითი პასუხი მიიღეს გაურგაშვილების ოჯახის წევრებმაც. მე 4 წელია წინამთავრობის დროს შევიტანე ორმაგ მოქალაქეობაზე, პასუხი ჯერჯერობით არ მიიღია, არც უარყოფითი, არც დადებითი. უმცროსმა ბიჭმა შეიტანა, ის 23 წლის არის. უარს ამბობდა რუსეთსაზე და ქართულ მოქალაქეობაზე ჰქონდა შეტანილი. არც ის მისცეს. ზაირა გაურგაშვილი ამბობს, რომ მოქალაქეობის არ ქონის გამო ისინი საქართველოში არსებული სოციალური შეღავათებით ვერ სარგებლობენ. განსაკუთრებული პრობლემები კი ჯანდაცვის კუთხით ექმნებათ. გვინდა იმაზეც, რომ საარჩევნო ყუთამდე მივიდეთ. ჩვენ ხო აქ ვცხოვრობთ 14 წელია, რაც მე და ჩემი შვილები აქ ვცხოვრობ, ჩემი მეუღლე. ამის წინათ რაღაც მოგვივიდა გადაუდებელი ოპერაცია ბავშვისთვის. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდი, დარეჟე პირველადი დახმარება არ მაქვს მიჩინეს. დედაჩემს რო არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა, არ შეგვიძლია მივმართვათ სამამტოფოში, მაგალითად, ჯანმრთელობის მხრივ არის ძალიან ცუდად. და ნებისმიერ დროს სასტრაფოს გამოძახებაზეც გვიწევს გადახდა თანხის და მარტო რუსეთის პენსია აქვს და მაგით ვირჩეთ თავს. თქვენთან ახმახართ რომ რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვათ? იმ შემთხვევაში თუ აქვს პენსიაც და საქართველოს მოქალაქეობაც დაენიშნება. კი. ადგილობრივების უმრავლესობა, ვინც საქართველოს მოქალაქეობას ითხოვს, ამბობს, რომ მათთვის მოქალაქეობაზე უარის თქმის საფუძველი უცნობია. არავითარი მითითება არ არის წერილში. წერია რომ უარყოფითი პასუხი გაქვს.